ოპოზიცია უკვე მე-15 წელია კვლავ ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ კი, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდგომ ხელისუფლებას. კვარამიას არც ვაშაძე ჩამორჩა და თავი უკვე მინიმუმ პარლამენტის თავმჯდომარე გონია. მან აქვე დააზინა, რომ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებული ვართო პროფესიონალები და პატრიოტებიო და ყველაზე მთავარი პატიოსნებიცო. მე ჭვება კვარამია ჯაფარიძის პატიოსნების, მაგრამ ეს რომ გვერდზე გადავდოთ, მოდით ყურადღება გავამახვილოთ მათ პროფესიონალიზმზე. თუ რაში გამოიხატება მათი პროფესიონალიზმი ან თუნდაც პატრიოტიზმი. ამ გაერთიანებას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა. არ გააჩნიათ არანაირი პროგრამა და მოსახლეობას ისინი არ სთავაზობენ არაფერს. აი მაგალითად არ სთავაზობენ პენსიების ზრდას, არ სთავაზობენ ხელფასების მატებას, არ სთავაზობენ ფასების კლებას, არ სთავაზობენ მეტსამუშაო ადგილების ქვეყნის გამთლიანებას და ასე შემდეგ. ერთადერთი მათი საზრუნავი გახლავთ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. თუმცა მათი ეს არაერთი გაერთიანება, რომელიც კრახით დასრულდა, არ ამგონია ამჯერზეც მომავალშიც რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ამ უსამშობლოების და უპრინციპოების სწრაფას ძალაუფლებისკენ. Şabesi karte amare